მალე ქალაქ ბოლნისში სააკაძის ქუჩას ძველიერსახე დაუბრუნდება. იმ პერიოდის სახლებს, როცა ბოლნის ლუქსემბურგი ერქვა, დღესაც ეტყობა გერმანელების ცხოვრების კვალი, განსაკუთრებული არქიტექტურა, თაღები, გოთური სტილის ნაგებობები, ჩუქურთმები. ამდენი წლის შემდეგაც კი დამთვალიერების აღფრთოვანებას იწვევს. გერმანული ქუჩების არქიტექტურით საქართველოში გერმანიის ელჩი დაინტერესდა. ბოლნის არის ისტორიული ქართული დასახლება, თუმცა 1815 წლიდან აქ ცხოვრობდნენ გერმანელები, სამწუხაროდ რომლებიც მერე სტალინის მიერ იქნენ გასახლებული და ეს სახლები და ინფრასტრუქტურა, რომელიც თვითონ მუნიციპალიტეტის ცენტრშია აშენებული, არის მათ მიერ მოწყობილი. გადაწყვეტილი გვაქვს გერმანული უბნების რეაბილიტაცია და კონკრეტულად უკვე ჯერდებით საპროექტო სამუშაოებზე, ისე რომ გვინდა რომ ბოლნისში განავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და დავიწყოთ აღდგენა გერმანული ქუჩების. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გერმანულ დელეგაციას გააცნეს ბოლნისში გერმანელების პერიოდის ამსახველი ცხოვრების ისტორიის სურათები, მათი კულტურა, მიწათ მოქმედება, მათ მიერ აგებული სარწყავი არხის სტილი დღესაც გამოუცნობად რჩება. ასევე განსვიფრებას იწვევს მათი იმ პერიოდის მეურნეობა, რადგან სარდაფები, რომლებიც დღეს არის შემორჩენილი, მოწმობს იმას, რომ გერმანელი მოსახლეობა მეურნეობის სიყვარულით გამოირჩეოდა. სწორედ ასეთი ერთ-ერთი სარდაფის დათვალიერება მოხიბლა გერმანიის ელჩი. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღდგეს ბოლნისში გერმანული ნასახლარები. ეს ხელშეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს გააღრმავებს ორ შორის. მე ძალიან მომეწონა გერმანული სარდაფები. აქ ნათლად ჩანს მათი კულტურა. ჩვენგან ჯერჯერობით იდეური მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ვეცდებით მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც დაინტერესდება ამ ნასახლარებით. გერმანელების ნასახლარი, რომელსაც დღესაც აქვს შემორჩენილი ძველი იერსახე, 2015 წლიდან დაიბრუნებს პირვანდელ სახეს, სწორედ ისეც, როგორც გერმანელმა მოსახლეობამ ჩვენ საერთში ცხოვრების დროს დატოვა.